ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ლუკა ჩანგელია გაგაცნობთ. ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ ხუთივე პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები ორ ნაწილად ჩატარდა. მსაჯულმა ცალკე იმჟელა ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდზე, ხოლო გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმე ერთობლივად განიხილა. ყველა ბრალდებულის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით. სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დამატებითი ბრალდება წარედგინა გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულს. პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცნომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში განმარტა, რომ მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას უკავშირებენ სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას მმართველ გუნდში. ნანა გოგატაძე განაგრძობს თემაზე საუბარს, ის გაგვაცნობს ახლა ყველა დეტალს, თუმცა ნანა პირველ რიგში საინტერესო აღიარებენ თუ არა დაკავებულები ბრალს. ძალადობის ბრალდებით დაკავებულები და განსასჯელის სკამზე აღმოჩენილი ხუთი პირიდან ხუთივე დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მათი სასამართლო პროცესი და მსაჯულმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ხუთივე მათგანი პატიმრობაში გაუშვა. დავიწყოთ თავდაპირველად პირველი ეპიზოდით. საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად იმსჯერა ოპოზიციონერი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში განსასჯელის სკამზე იჯდა ორი ბრალდებული და როგორც უკვე გითხარით, ორივე მათგანმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. სხდომის დასრულების შემდგომ ჰქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით. პროკურორ სახელმწიფო ბრალდებელი ამბობს, რომ სხდომა საქმეში მონაწილე პირთა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იყო დახურული და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ის საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა სახელმწიფო ბრალდებელი ამბობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოპოვებული იქნა პროკურატურის მიერ არაერთი უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის საუბარია მოწმეთა ჩვენებებზე და ასევე ვიდეო ჩანაწერებზე. ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ისინი დაეთანხმნენ მათ მიმართ პატიმრობის გამოყენებას. სხდომის დახურვის მიზეზი გახდა პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება. საქმეზე არაერთ საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, გამოკითხულია 550-მდე პირი, გამოთხოვილია ასეულობით ვიდეო ჩანაწერი და განხორციელდა და ხსენებული ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება, დანაშაულის შესაძლო ჩამდილ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად საქმე თავისი მოცულობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია თუ იქნება მოპოვებული ის მტკიცებულები, რომლითაც მოხდება სხვა შესაძლო დანაშაულის ჩამდილ პირთა იდენტიფიცირება, ბუნებრივია მათ მიეცება. ლევან ხაბეიშვილი თავდაპირველად დაბარებული იქნა საგამოძიებო უწყებაში, თუმცა მან თავისი სურვილით უარი განაცხადა გამოცხადებაზე და ინფორმაციის მოწოდებაზე. ბუნებრივია თუ მას ექნება სურვილი მიიღოს გამოკითხვაში მონაწილეობა, ბუნებრივია ის გამოიკითხება. რაც შეეხება გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ეპიზოდებს, ამ შემთხვევაში სამივე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. სახელმწიფო ბრალდებელი ამბობს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ერთ-ერთი სპეცრაზმელის, ბრალდებული სპეცრაზმელის უფლებადამცველი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან და აღიარებს დანაშაულს, დღევანდელ სხდომაზე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით უფრო მსუბუქი გარემოება, გირაოს შეფარდება მოითხოვეს, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დაცვის მხარის შუამდგომლობით სასამართლოს წინაშე რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო იმ გარემოებების გამო, რომ მას არ უცდია და არც აპირებდა მიმალვას, ასევე მას მოწმეებზე რაიმე სახის ზემოქმედება არ მოუხდენია. იგი პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ბრალდებულმა მისცა საგამოძიებო ორგანოს დეტალური ჩვენება, სადაც აღნიშნა კიდეც, რომ ვინმეს მხრიდან რაიმე დავალებას ადგილი არ ქონია და ეს დანაშაული მან ჩაიდინა
მხოლოდ მან და სხვა ვინმე არ გამოკვეთილა ამ საქმეში. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე დანაშაულის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის ეპიზოდებზე ბრალდებულებს აღკვეცის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. მოცემულ შემთხვევაში თქვენთვის ასევე ცნობილია, რომ ამით საქმე არ მთავრდება, საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, როგორც წინა შემთხვევაში გითხარით, ამ საქმეზე უკვე ამ დროის მანძილზე ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით. შემიძლია გითხრათ, რომ ამ სასამართლოს ხდომაზე სამივე ბრალდებულმა დააფიქსირა პოზიცია, რომ დანაშაულს ისინი აღიარებენ. ტარდებოდა მთელი რიგი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ხდებოდა ინფორმაციის მოპოვება, შემდგომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით მიღებული იქნა უზღვავი მასალა ინფორმაციისა და შემდგომ რა თქმა უნდა საჭიროებდა ეს გარკვეულ დროს, რომ მომხდარიყო აღნიშნული ინფორმაციის შეფასება, გაანალიზება და შემდგომ გადაწყვეტილების მიღება. მოცემულ შემთხვევაში არსებული შედეგი ეს არის ამ დროის მანძილზე გატარებული უზღვავი შრომისა. ბრალი წარდგენილია, დანაშაული აღიარებული, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები საგამოძიებო უწყებების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მოპოვებული იქნება სხვა მტკიცებულებები, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. მადლობა ნანა, პირდაპირ ეთერში ნანა გოგატაძე საუბრობდა. იმდინარე გამოძიებაზე მედიასთან ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძის განცხადებით ის, რომ გადაცდომები იდენტიფიცირებულია ეს სახელმწიფოს ხელწერა, მოხდეს რეაგირება ნებისმიერ სამართალდარღვევაზე. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ სხვა საქმეებზე კვლავ გრძელდება გამოძიება და კონკრეტული ფაქტების მოკვლევა. ჟურნალისტების კითხვას უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემაც შალვა პაპუაშვილმა აქცენტი გააკეთა იმ რთულ ვითარებაზე, რაც 2024 წელს თბილისში იყო, როცა სამართალდამცავებმა ქვეყანას არაერთი კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა აარიდეს. თქვენ იცით, რომ მთლიანობაში ჯამში დაახლოებით 30 მოძალადე იყო დაკავებული ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებს გულისხმობ მოძალადეებს და თქვენ იცით, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენთვის ერთგვარით ერთი იყო ბუნებრივია ის, რომ იყო მართალია ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული. თუმცა ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი 2 კვირის წინ უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და საბოლოო ჯამში მოხერხდა ბრალის გამოკვეთა და ჩვენი მოქმედება ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობით ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ და ამისათვის მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება. და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტივით, რომელიც იხილა საზოგადოება. ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული, გამოძიება გრძელდება, კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ბრალის გამოკვეთა, სხვა შემთხვევაში თუ გახდება შესაძლებელი ბრალის გამოკვეთა, რა თქმა უნდა, იქაც სახელმწიფო იმოქმედებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. სამართალი ასრულდა, ეს არის მთავარი. და კიდევ ერთხელ მე მინდა ხაზგასმით მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ მათ აღკვეთეს ხელისუფლების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა გასული 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, რომ არა მათი მაღალი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ, სამშობლოს მიმართ, სამშობლოსადმი ერთგულება ეს შედეგი არ დადგებოდა, მაგრამ თქვენ მინდა შეგახსენოთ, რომ იყო გარედან დაფინანსებული 4 მცდელობა. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა. ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლება, კიდევ ერთხელ მადლობა ჟს-ს, მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ სამართალდამცავს, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე, რაც მათ დაადასტურეს გასული 4 წლის განმავლობაში. ორი მომენტი არის მნიშვნელოვანი. პირველი, საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის კანონის უზენაესობა და მეორე მნიშვნელოვანი არის რომ დაცული იქნას კანონის უზენაესობის ნაწილია მათ შორის, რომ მხოლოდ მყარი მტკიცებულებების დროს იწყებს უყენებს პროკურატურა ბრალს. პროკურატურამ რა მომენტში ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, ნახეთ კიდევაც რომ არ დააყოვნა ბრალის წაყენება. ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას,
ხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, ხედავდით ძალადობას და პარლამენტის შენობის გადაწვის მსვლელობას, ხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს, მოლოტოვის კოქტეილებს როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ და რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი არ შემდგარიყო, შესაბამისად რეაქცია ქონოდათ და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში დაიცვეს ქვეყანა ქაოსისგან და მართლა ბნელ წარსულში დაბრუნებისგან, რომელსაც ასე უბიძგებენ გარედან. შესაძლოა ეს ადამიანების, რომელსაც დღეს ბრალი აქვს წაყენებული კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ამ ადამიანებმაც იმ დღეებში მანამდე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ მოლოტოვის კოქტეილი ვიღაცას არ მოხვედროდა და არ დამწვარიყო ცოცხლად, რომ ის მაშხალები, რომელსაც პარლამენტს ესროდნენ, არ წასულიყო იმ მიმართულებით და არ გადამწვარიყო საქართველოს პარლამენტის შენობა. კიდე არის რამდენიმე კადრიაზე თქვენ საუბრობდით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა დადგინდეს, ისევე როგორც მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე ყველა დასმელი დადგინდეს. აი ეს ადამიანები უშუალოდ ვინც ეს ოთახები გადაწვა და ცეცხლი წაუკიდა, დღემდე არიან გამოვლენილი. სამშობლოს ღალატის სხვა სახელმწიფოების ინტერესების სასარგებლოდ ყველა დამნაშავის მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული. ასეთია მთავრობის პოზიცია იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში ჯაშუშობენ. პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საკითხზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი უძილაური საქმე უნდა იყოს მაგალითი მათთვის, ვინც გადაწყვეტს საქართველოს ტერიტორიაზე ჯაშუშობას. პრემიერის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სახელმწიფოს დავალებით იმუშავებს პირი, რადგანაც აგენტია. მნიშვნელობა არ აქვს ჯაშუში, რომელ ქვეყანას ემსახურება. ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის შადენას. თავის დროზე თქვენ გახსოვთ, რომ კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკოსები ცდილობდნენ აგენტობის პოპულარიზაციასაც კი. როდესაც საქმე ეხებოდა კონკრეტული სახელმწიფოების აგენტობას, აგენტი მნიშვნელობა არ აქვს ვისია. აგენტი ყოველთვის ღალატობს საკუთარი სამშობლოს ინტერესებს, ის ყოველთვის გამოხატავს საკუთარ მზადყოფნას, რომ დადგეს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, ეს დაკავება უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის. ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება ბუნებრივია პრინციპული. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, არ დავასახელებთ შესაბამის სახელმწიფოს. ბუნებრივია ამას არ დავასახელებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ კაფეო გაფრთხილება ყველას. მნიშვნელობა არ აქვს ვისი აგენტი ხარ. აგენტობა ყოველთვის არის დანაშაული საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და შესაბამისად აქ განსაკუთრებით პრინციპული იქნება ბუნებრივია სახელმწიფო. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამ შემთხვევაში მისი კონდაზვერვითი მიმართულება არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ მოვისმინეთ გუშინ სამართალდაცვო ორგანოების კოორდინების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მამუკა დინარაძის განცხადება, რომ საქმე ეხება რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, რომელიც პარტნიორ მეგობარ ქვეყანაში დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს, რაც გახლავთ სირცხვილი. სირცხვილია, როდესაც მეგობარს და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა დინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთ საქმიანობა, ვინაიდან შესაბამისი ყველანაირი როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსი აქვს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სათანადო რეაგირება ქონდეს და გამოავლინოს ყველა ასეთი ფაქტი. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 91 წელი გავიდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოსდან 700,000 ადამიანი წავიდა, მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. ვეტერანების ნაწილი ტრადიციულად დღეს კი კვიცის პარკში შეიკრიბა. რა თქმა უნდა, ფაშიზმზე გამარჯვება ეს იყო უდიდესი ზეიმი. ბავშვი, ქალი, კაცი, მოხუცი ყველა ზეიმობდა. 32 ვაჟკაცი წაიყვანა ჩვენ სოფლიდან, არც ერთი არ დაბრუნა, ყველა იქ დარჩა. არ არის ოჯახი დარჩენილი ომში. ან წასული არ ყოფილიყო და ან
არ გარდაცვლილიყო ომში დაღუპულიყო. ჩვენი ტრაგედიის და დიდი გამარჯვების დღე. ჩვენ ყველა ვამაყობთ იმით, რომ ჩვენმა საქართველოს შვილმა რეხსაგზე აფრიალა მშვიდობის და გამარჯვების დროშა. ყველას გილოცავთ ფაშისტურ ნაციზმზე გამარჯვების დღეს, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენმა პაპებმა, ჩვენმა მამებმა, რომლებმაც ერთ-ერთი დიდი გამარჯვების ფურცელი ჩაწერეს. მე მინდა მიუსამძიმლო ყველა დაღუპულის ოჯახს. ეს არის საერთო გამარჯვება სინათლის სიბნელეზე. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გვირგვინით შეიმკო დაღუპულ გმირთა მემორიალი. პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრეს იმ ღვაწლზე, რაც ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა ქართველებმა გასწიეს. ყველას ულოცავ 9 მაისს ფაშისტების გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ულოცავ რა თქმა უნდა ჩვენს ვეტერანებს. 300,000 ადამიანი შეეწირა ქართველი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, 100,000-ობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე და რა თქმა უნდა ჩვენი ვალია პატივი მიუგოთ თითოეული მათგანის, თითოეული გმირის ხსოვნას, თითოეულ გმირს, რომელიც არის განსახიერება თავდადების სამშობლოსთვის თავგანწირვის. კიდევ ერთხელ ვიულოცავ ყველას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი ყველა ვეტერანს, ყველა გმირს მათი ღვაწლისთვის. მე მინდა ყველა ცოცხალ ვეტერანს მიულოცო ეს დღე, მე მინდა მივაგოთ სათანადო პატივი სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. საქართველოს ერთსულ მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიგო ყველა ანტიფაშისტურ ერებს შორის. ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეიტანა მშვიდობიანი სამყაროსთვის, ვინაიდან ეს ომი ეხებოდა ყველას. ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველოს და ქართულ ხალხს ტრადიციულად ყოველთვის შექონდა ხოლმე უკეთესი მომავლისთვის. ეს დღე ასევე ჩვენ გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ ის დღეები, რაც ჩვენ იდენტობას ქმნის, ის ისტორიული მომენტები, რაც ჩვენ როგორც ერთს გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენი საერთო მეხსიერება არის, ეს დღეები არ დავივიწყოთ და იყოს ყოველთვის ჩვენი შვილების მეხსიერებაში. ეს არის დამუშავებული მეთოდი, რომ თარიღებზე დავით შემოიტანონ განხეთქილება საზოგადოებებში 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი, 8 თუ 9 მაისი, 7 თუ 8 აგვისტო, ესე ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული მეთოდი საზოგადოების გახლეჩისა. ამიტომ სასაცილო არის ასეთი მცდელობები, როდესაც სურთ რომ გადაწერონ ჩვენი ისტორია, წაგვიშალონ და ხელახლა ჩაწერონ ჩვენ გონში ახალი მეხსიერება, დაგვავიწყონ ვინ ვართ და რა არის ის თარიღები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის. 9 მაისი არის ჩვენი დღე, ეს არის ჩვენი გამარჯვების დღე და ის ყოველთვის აღინიშნება როგორც ჩვენი გამარჯვების დღე. პაվել ჰერჩინსკის უსაფუძვლო კრიტიკას ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში. ევროკავშირის ელჩმა დღეს თქვა, რომ საქართველო ანტიევროპულ რიტორიკას ავრცელებს, რაც ურთიერთობებს აზიანებს. მართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა არა ანტიევროპულია, არამედ იმ უსაფუძვლო ბრალდებების პასუხია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ევრობიუროკრატიის მხრიდან გვესმის. ის რომ ურთიერთობები სამართლიან ამ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა ბრძანებებზე, პაվել ჰერჩინსკის შალვა პაპუაშვილმა შეახსენა ევროპის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში. საქართველო სწორედ თავისი უნიკულარობითა და მდიდარი კულტურით იწვევს ევროპის აღტაცებას. ჩვენ საამახო ისტორიაში ვპოვლობთ შთაგონებას. თუმცა ევროპული ოჯახის წევრობისთვის ეს საკმარისი არ არის. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას.
სამწუხაროდ ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს ცლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ძალკე. არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება. ამიტომ მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ჰერჩინსკი აგრძელებს იგივე სიცრუის ტირაჟირებას. ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა. ეს ბატონი ჰერჩინსკის წერილშიც არის ხაზგასმული, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწერა, სადაც პირდაპირ დატანილია თარიღი 2024 წლის ივნისი, როდესაც მათი მხრიდან მოხდა ამ პროცესის შეჩერება და ეს ყველაფერი დაეფუძნა ორ კანონს, რომლის გაწევა ჩვენ მოგთხოვეს. ერთი ანტი-LGBT პროპაგანდა კანონი, ხოლო მეორე ქართული გამჭვირვალობის კანონი. სწორედ ეს გახლდათ შეჩერების რეალური მიზეზი. ხოლო რაც შეეხება ანტიევროპულ რიტორიკას, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ თავდაცვით რეჟიმში, ჩვენ არანაირ წითელ ხაზებს არ ვკვეთს და როდესაც ჩვენზე მოდის თავდასხმა, დეზინფორმაციის გავრცელება, ორმაგი სტანდარტით საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ ყველაფერს ვუპასუხოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ თავმოყარე ერის თავმოყარე ხელისუფლება და უპასუხოთ, რა თქმა უნდა, ვერ დარჩება ვერანაირი ცრუ ბრალდება და ვერანაირი დეზინფორმაცია. ევროპის დღის მნიშვნელობასა და დღევანდელ რეალობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროპა იმ პრინციპებს დაუბრუნდება, რომელსაც გაერთიანება ეფუძნება, ვინაიდან ევროპული იდეის მთავარი ღერძი ჰუმანიზმია. თემაზე კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილმაც, რომელმაც ევროპის დღესთან დაკავშირებით ჰერჩინსკის ვრცელი წერილი გაუგზავნა და ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებლის რობერტ შუმანის დეკლარაცია შეახსენა. სპიკერმა მაშინ დაწერა, რომ დოკუმენტს საფუძვლად ერთი მიზანი ედოობს, აღარასოდეს გაენადგურებინა ევროპა. პაპუაშვილმა ჰერჩინსკის საქართველოს მისამართით გამოთქმული განცხადებების შეახსენა. სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა. სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში, როდესაც ჰუმანიზმი იქცა ევროპისთვის განსაზღვრელ პრინციპად. მანამდე უამრავი რთული ისტორიული პროცესები გამოიარა ევროპამ და სწორედ 40-იანი წლების ბოლოდან ევროპაში ჰუმანიზმი იქცა კიდევ ერთხელ ვთქვი მთავარ განსაზღვრელ პრინციპად და 60 წლის განმავლობაში ეს პრინციპები ყარადედო საფუძვლად ევროპის განვითარებას. ბოლოდროინდელი ტენდენციები არის სამწუხარო, თუმცა ჩვენ უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ტენდენციები შემოტრიალდება, კვლავაც დაადგება ევროპა კეთილდღეობის ზრდის გზას, იდენტობის დაცვის გზას, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის. ევროპა ჩვენთვის იყო ყოველთვის განსაკუთრებული ღირებულება, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ევროპაში ხედავდა საქართველო ტრადიციულად ქრისტიანული ღირებულებების დაცვის გარანტიას. იმედია, რომ ის პრინციპები, რომლებსაც დაეფუძნა ევროპა გასული საუკუნის 40 წლების შემდეგ, კვლავაც დაბრუნდება ევროპულ დღესასრიგში და კვლავაც გახდება განსაზღვრელი ევროპული დღესასრიგისთვის და ევროპის განვითარებისთვის. ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეუფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ტრაიგული ადამიანი, ხო? მას ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამტკიცება, გაღრმავება და სინამდვილეს შეაკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ რომ დავალება ჰქონდა ასეთი. ეს არის ტრაიგული პიროვნება, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მის ხელმძღვანელობით დიდ ღირებულებას სამწუხაროდ არ ატარებს. ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ ჩაატარა ანტისამთავრობო მიტინგი 9 მაისს, როდესაც ერთი სიტყვა არ დასცდენია ევროკავშირის ელჩს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300,000 ქართველის შესახებ, რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა
მეორე მსოფლიო ომში არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე არ იქნებოდა და არც არაფერი იქნებოდა საზეიმო. ასე რომ უყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ დღესაც იქნება ევროკავშირის საერთაშორისო მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი. მე ერთი რამე მაინტერესებს, რომ ვიხილავ თუ არა ამ თავყრილობაზე 4 ოქტომბრის მონაწილეებს, ხელისუფლების დამხობის თანაორგანიზატორებს პოლიტიკური მნიშვნელობით, ისინი ვინც გვემუქრებოდნენ ჩვენ ნეპალით. აი ეს ხალხი გამოჩნდება თუ არა მათ ღონისძიებაზე, ხელს ჩამოართმევენ თუ არა და თუ ჩამოართმევენ თუ არა ამ ხალხს. აინტერესებს 26 მაისს რომ დაანონსებული აქვს კიდევ ერთი 4 ოქტომბერი, ის ხალხი თუ იქნება ამ წვეულებაზე და შეკრებაზე, ხელს თუ ჩამოართვენ ახალს, იმიტომ ეს ბევრ რამეს აჩვენებს ქართულ ხალხს, აჩვენებს სინამდვილეში ვინ დგას საქართველოში სიძულვილის, ძალადობის და დაპირისპირების და რადიკალიზმის უკან. და დღის სხვა თემები ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი და ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია. ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე. 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ. სინოდის გადაწყვეტილებით გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, გარკვეული ძალები ცდილობენ საპატრიარქო საქმეებში ჩარევას და ებრძვიან ეკლესიას, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო იქნება. მეტრეველის თქმით, საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს პატრიარქის არჩევანს, რომელმაც სიცოცხლეშივე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა. არ შემიძლია არ გამოვხმაურო იმ დესტრუქციულ, მავნებულ და პირდაპირ ვთქვათ ბოროტ ძალებს, რომელიც სხვადასხვა მხრიდან ერევიან საპატრიარქოს საქმეებს. ეს არის შიგნიდანაც ამის ცდილობები და გარედანაც. გასაგებია ამ ძალების უკან ვინც დგას, ჩვენ ვიცით ეს ქვეყნის შიგნით არის რადიკალური ოპოზიცია და ქვეყნის გარეთ არის deep state, რომელიც რა თქმა უნდა, როგორც საერო ხელისუფლებაში ცდილობს შპოთის შეტანას და არეულობას და ჩვენ ნახეთ ხილება მათ შორის აგენტების, ასევე ერთ-ერთი მთავარი მათი მიზანი და ჩვენ ვიცით, რომ წლების მანძილზე ნიკა გვარამია და სხვები დაუნდობლად ებრძოდნენ ქართულ ეკლესიას. ეს ძალები დღესაც კვლავაც ცდილობენ, რომ ეს გააკეთონ. ორი ვარიანტი, ან ჩვენ ვდგებით მეუფე შიოს გვერდით და ვცემთ ამ ანდერს პატივს და ვირჩევთ ადამიანს და უჭერთ მას მხარდაჭერას, გვერდით მეუფე შიოს, ან უგულოყოფთ მის ანდერს. აი არჩევანი არის ასეთი მარტივი, არის არჩევანი სიკეთეს და ბოროტებას შორის. და მე აქვე მინდა ვთქვა, რომ გარკვეული ძალები, როგორც თქვი საპატრიარქოს შიგნით და გულისხმობ პირდაპირ მეუფე ზენონს, რომელიც შიგნიდან თესავს შპოთს და არეულობას ჩვენს ეკლესიაში და მე დარწმუნებული ვარ, არ არის არაფერი დამალული, რაც არ გაცხადდების. და დარწმუნებული ვარ, თუ ადრე თუ გვიან გაირკვევა ვისი დავალებით ან რატომ ან რა მოტივებით მოქმედებს ეს ადამიანი. ამბროლაურში პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. გაიხსნა ოფისი. პრეზენტაციას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს, რომლის სრულყოფილად რეალიზებისთვის საჭიროა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით იმისათვის, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ამ მიზნამდე მისვლა, რასაც ქვია საქართველოს ნეიტრალური სტატუსი. ჩვენ გვჭირდება ორი პრიორიტეტის დაკმაყოფილება, ორი პირობის შესრულება. ეს არის ჩვენი საგარეო პრიორიტეტების დაფუძნება ერთხელ და სამუდამოდ ეროვნულ ინტერესებზე, ილუზიებიდან გამოსვლა და ქვეყნის შიდა პოლიტიკიდან აგენტურული ქსელის განდევნა. დღეს ხდება ის, რომ ქართული საზოგადოება სულ მეტად უფრო კონსოლიდირებული ხდება ნეიტრალიტეტის საკითხის ირგვლივ, რადგან სოფლიოში მიმდინარე მოვლენებმაც და ასევე საქართველოში განვითარებულმა ბოლო პროცესებმაც დაანახა მათ ის, რომ საქართველოს გარდა ნეიტრალიტეტისა სხვა სწორი განვითარების მიმართულება არ გააჩნია. ისინი სულ უფრო და უფრო წუნდებიან იმაში, რომ სწორედ საქართველოს ნეიტრალიტეტი უზრუნველყოფს მშვიდობას. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უწყანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების შხრაგის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპიული ნივთიერებები. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასუებისთვის საჭირო მასალები. დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით პოლიციამ მათ სახელზე ჩამოსული ამანათების ჩანაცვლება განახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ზებნილი პირი დააკავეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში. დაკავებულმა მიმდინარე წლის 29 იანვარს ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე თანასოფლელს არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ახლა კი უცხოეთის ამბები უკრაინაში დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას 2 ადამიანია მსხვერპლად, დაშავებულია 2 მოქალაქე. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტი და საცხოვრებელი შენობა. შეტევის წინ უძღოდა შტატების პრეზიდენტის განცხადება. დონალდ ტრამპმა მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის სამდღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია. ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ მხარეები ტყვეების ორმხრივ გაცვლაზეც შეთანხმდნენ. ეს ინფორმაცია მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაადასტურა. სურს რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს. მსხვერპლის თვალსაზრისით ეს ყველაზე საშინელი კონფლიქტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყოველთვიურად 25,000 ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება. ეს იგიჟია. ომის დასრულება სავსებით შესაძლებელია. პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩემ შეთავაზებას. პრეზიდენტი ზელენსკიც თანახმა. ეს ძალიან კარგია. ისინი შეთანხმდნენ ტყვეების ორმხრივ გაცვლაზეც. ეს ძალიან კარგია. სტარმერის ლეიბორისტული პარტია ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა. საბოლოო შედეგებით ინგლისის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა ოპოზიციურმა პარტია გაერთიანებული სამეფოს რეფორმამ. შოტლანდიაში პირველ ადგილზე შოტლანდიის ეროვნული პარტია. უელსში კი ხმების უმეტესობა პლაიდ კემბრისმა მოიპოვა. მიუხედავად წაგებისა კი სტარმერი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ის პრემიერის პოსტზე 5 წლით არის არჩეული. ეს ნამდვილად მძიმე შედეგებია. არაფრის შელამაზებას არ ვაპირებ. ჩვენ დავკარგეთ ლეიბორისტების ბრწყინვალე წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თავიანთ თემში, ჩვენს პარტიასა და მოძრაობაში. ამ მომრჩეველმა მკაფიო სიგნალი გამოგვიგზავნა ცვლილებების ტემპსა და იმის შესახებ, თუ როგორ სურთ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება. მე ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ამირჩიეს. არ ვაპირებ პასუხისგებლობას გავექცე და ქვეყანა ქაოსში ჩავძირო. მათ მიგვანიშნეს, რომ დაპირებული ცვლილებების შედეგები ყოველდღიურობაზე ჯერჯერობით სათანადოდ არ ესახულა. მოდით გულწრფელად ვთქვათ, ხალხს წლების განმავლობაში არსებული სტატუს კო მობეზრდა. თუმცა ჩვენ სწორედ ამ გამოწვევების მოსაგვარებლად მივიღეთ მანდატი. მე არ განუდგები ამ გზას და არ დავუშვებ ქვეყანაში ქაოსს. ჩვენი მოვალეობაა სირთულეების დაძლევა. 5 წლიანი ვადით ვარ არჩეული. ვაპირებ ეს ვადა ბოლომდე მივიყვანო. ალბანეთის დედაქალაქში კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დროს 3 სამართალდამცავი დაშავდა. პროტესტში 7 მონაწილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. სიტუაცია პოლიციას და მონაწილეებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა სამართალდამცავების წინააღმდეგ პიროტექნიკასა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება დაიწყეს. სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების დასაშველად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეკრების ორგანიზატორი ოპოზიციური ალბანეთის დემოკრატიული პარტია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვს და მას კორუფციაში ადანაშაულებს. და ისევ საქართველოს სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია ამჯერად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. ამბროლაურში მოქალაქეებმა სრულიად უფასოდ ჩაიტარეს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე ჰეპატიტის HIV ინფექციისა და არაგადამდები დაავადებების სკრინინგი. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სრულად ფინანსდება როგორც დაავადებების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ისე ინფექციური დაავადებების თერაპია. ჯანმრთელობის კონტროლი და საჭირო სამედიცინო მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომია. სკრინინგ აქციები გრძელდება. 54 მუნიციპალიტეტში გაიმართება 344 აქცია ნოემბრის ბოლომდე და ეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელმისაწვდომს გახდის ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ასევე გახდეს მას უფრო ადვილს და უფრო კომფორტულს. გამოკვლევა ხდება ქალბატონების ძუძუს კიბოზე, აგრეთვე ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. ვიკვლევთ პაციენტებს B ჰეპატიტზე, C ჰეპატიტზე და შიდზე. მიმართვიანობა არის ძალიან დიდი, აქტიურად არიან ჩაბმული ქალბატონები. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ვინაიდან ჩვენი რეგიონისთვის ეს აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. ადრეულად აღმოჩენილი ავადობა ყოველთვის არის ჯანმრთელობის გარანტია, ამიტომ კიბო განაჩენი არ არის. ყოველ ჩამოსვლაზე გავდივარ სკრინინგს, მოუწოდებ სხვებსაც, რომ მოვიდნენ და გაიარონ. აუცილებელია.
რა თქმა უნდა, უფასოა ეს ყველაფერი. სამეგრელო ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აბაშის მერთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კაჭარავას მიულოცა. კაჭარავა 104 წლისაა, მას 3 შვილი, 8 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს. საჩუქრად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ცენტრალური ხელისუფლებისგან 2000, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლებისგან 1500 ლარი მიიღო. მან დღეს გაიხსენა ომის პერიოდი, უმძიმესი დღეები, მინდა უსურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს ხრედყოფნა. აქვე ულოცავ თითოეულ ვეტერანს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს. ამ ომში საქართველოსდან 700,000 ადამიანი მონაწილეობდა და ჩვენი ქვეყნის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფაშიზმზე გამარჯვების დღე მნიშვნელოვანი დღეა მსოფლიო ისტორიაში. დღევანდელი დღე გამარჯვება მიულოცეთ ომის ვეტერანს 104 წლის დავით კაჭარავას და მთელს საზოგადოებას ვეტერანებს ულოცავ. 9 მაისი ისტორიული თარიღია. ომის დამთავრების მაშინ იქ ვიყავით ჩვენ და აღვნიშნეთ შეის გასვლით, ავტომატით შეის ვისწოდით. ულოცავ ამ ხალხს, დარჩენილებს, ხოლო არ დაიწყება იქვე დაესენ. ბათუმი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში საერთო საქართველოს კონტაქტური კარატეს ახალგაზრდული ნაკრები ხვალგი კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები იასპარეზებს. საქართველოს ჩემპიონატს მესამედ, ბათუმი კი პირველად მასპინძლობს. საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით შეჯიბრება მიმდინარეობს მაღალ ორგანიზებულ დონეზე, რომელსაც ევროპის კარატეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობაც ადასტურებს და ვფიქრობ, რომ მაღალ ორგანიზებულ დონესთან ერთად ჩვენი ქვეყნის სპორტსმენები უმაღლესი სინჯის მედლებისთვის იბრძოლებენ. დღეს დატამზე გავლენ ახალგაზრდა სპორტსმენები 18 წლამდელთა გუნდის შემადგენლობა, რომელიც 18 კაცგან შედგება, 3 გოგო და 15 ბიჭი. საკმაოდ კარგი შემადგენლობა გავს და გამარჯვებისთვის ვემზადებით დანარჩენს როგიჩვენებს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვია ჩვენს ვებგვერდს rustaviory.gr და ასკანერით QR კოდი და შემოგვერდით rustaviory-ის Facebook გვერდზე. კურიერი 6 საათზე ამით დასრულებულია. 9 საათზე საინფორმაციო გამოშვება იზիր ბურნაძესთან ერთად დაგიბრუნდებათ.